გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველია ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები იპოლიტ არ მოგბეზრდა რა თქმა უნდა არ მობეზრდა ის ხომ ბებიას გავს რას გულისხმობ იცი ყოველთვის ვოცნებობდი რბოლაში მიმეყო მონაწილეობა მართლა და რომელი ადგილი დაიკავე არაფერი არ გამომივიდა ძრავა თითქმის სტარტისთანავე ჩამიქრა ახლა ჩემთვის რბოლაში მონაწილეობა რა თქმა უნდა მეტის მეტად გვიანია მომდევნო კვირას ქალაქში რბოლა ჩატარდება. ვიცი? მოდი ბებიას სიურპრიზი გავუკეთოთ. რბოლაში მივაღებინოთ მონაწილეობა. მანქანა? დოდა ვითანხმოთ. და როგორ ავუხსნათ თვითონ რატომ მოძრაობს? რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ნამდვილი რბოლა იქნება? სხვა მანქანებს შევეჯიბრები? მართლა? ჯერ არ ვარ მზად. მე ვიქროლებ და ვიბრწყინებ. ხო, ბებია კი საჭესთან იქნება. მაშინ იმის თქმა მოგიწევთ მისთვის ვინ ვარ წინამდვილეში. მეგობრებო, გპირდებით რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. ხო, ბებია უბრალოდ მანქანაში ჩაჯდება, ის თავისით წავა და ბებიას არ გაუკვირდება. სწორედ ასე იქნება. ნახოთ ეს როგორ გამოგივა. არ ვიცი. რა აქვს განსაკუთრებული? მოგესალმებით, თქვენი მანქანა მზად არის ექსპლუატაციისთვის. საგზაო დაფარვა სტანდარტულია, მეტეოროლოგიური პირობები სტანდარტულია, მაგრამ მოსალოდნელია ნალექი. ის ლაპარაკობს? და შენი ბრძანებები ესმის? შენ თვითონ დარწმუნდი? ახლა დოს ვერაფერი შეუშლის ხელს გამარჯვებაში. რა ძლიერი წვიმა. იმედია სარბოლო ტრასა არ დაზიანდება. დილით შევამოწმოთ. ნუ თუ ბებია რბოლის გარეშე დარჩება. რა თქმა უნდა არა, ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. რას ამბობთ? რა თქმა უნდა ყველაფერს შევაკეთებთ. ტურბოზავრებო, წინ! ანგი, შენ ტრიბუნებს წამოიღებ და ადგილზე დადებ. ტრაკ, შენ საბურავებით შემოღობვას მიხედე. მე ტრასას აღვადგენ. თორ, შენ კი მას გაასწორებ. დო, შენ საფარის ხარისხს შეამოწმებ. ზერ, აქ ვარ. შენ მონიშნებს და ფინიშის ზოლს აღადგენ.
რბოლაში გავიმარჯვე. გიყურეთ. ვაშა! ახლა მხოლოდ ერთი აუხტენელი ოცნება დამრჩა. რა ოცნება? მინდა კოსმოსში გავფრინდე. რა იყო? იქნება ასეთივე სასწაული რაკეტა გამოჩნდეს ავტოპილოტით. შეიძლება ოდესმე გამოჩნდეს კიდეც. პოლინა, ჩემი დიშვილები, ბორა და ფედია დაიკარგნენ. იქნებ დღეში თამაშობენ და გაერთნენ. იქნებ გზაებნათ, ძალიან ნერვიულობ. არი ნერვიულობ, დეიდან ორა ჩვენ ვიპოვით. შესანიშნავია? მშვენიერია. არაჩვეულებრივია. თქვენი დახმარება გვჭირდება. ბორა და ფედია უნდა ვიპოვოთ. საოცარი ფოტოსესია გქონდა. საქმეს თავისი დრო აქვს, დასვენებას თავისი. მსოფლიოში საუკეთესო მზვერავი მზად არის. დღის ბილიკზე არიან. უნდა დავეწიოთ. ჩათვალეთ, რომ უკვე დავეწიეთ. რა ვქნათ გავფრინდეთ? აი მესმის სიჩქარე. ბორა, ფედია, მოიცადეთ. დრო არ გვაქვს. დეიდან ორა გეძებთ. წერილი დაუტოვეთ, რომ დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ წავედით. სოფლიოს შემოვივლით და მაშინვე დაუბრუნდებით. პიჭი, რა ვქნათ? გეგმა მაქვს. ისეთი რამე უნდა მოვიფიქროთ, რომ ბორა და ფედია სახლში დაბრუნდნენ. კი, მაგრამ როგორ? მათ ხომ დაბრუნება არ უნდათ. ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება. ახლა ისინი აქ არიან. ბულ და თორ. თქვენ გზაზე 44-ით. თითქოს საგზაო სამუშაოებს ასრულებთ. მაშინ ბორა და ფედია იძულებული გახდებიან აქედან შეუხვიონ. შეხედეთ? იქ დაქცეული ხეების გროვე დახვდებათ, ამას ტრაკი გააკეთებს. მიყვარს არეულობის მოწყობა. აღარ შემდეგ მილაგება არ დაგავიწყდეს. პატარა არეულობასაც ვერ დატოვებთ. ხეების გროვას რომ შემოუარონ, ხევშით მოუწევთ ჩასვლა. ხევს ვინა მოთხრის? არავინის ბუნებამ ამოთხარა. რა კარგი ბუნება გქონია. ჩვენ მაგივრად ამოთხარა ხევი. გზის დაგება მოგვიწევს, რომ ხევიდან ამოვიდნენ. ამას თორი, ბული და ანკი გააკეთებენ. ტურბოზავრებო, წინ! დაიმალეთ, უკვე ახლოს არიან. როგორ ჩანს მოვედით? უკვე შემოვიარეთ დედამიწა. დედამიწა რომ შემოგვალო სახლში დაუბრუნდებოდით, რადგან ის მრგვალია, გამომყევი. აღარ მინდა მოგზაურობა, დავიღალე. მოცვის ღვეზელი მინდა. რაც უფრო მალე შემოვლით, დედამიწას მით მალე ვისადილებთ. წინ! ახლა აქედან როგორ გავაღწევთ? ნუ გეშინია, რამეს მოვიფიქრებთ. შეხედე, გზა!
ხომ გითხარი რამეს მოვიფიქრებთ მეთქი? ვაშა, სახლში ვართ. სად იყავით? ძალიან მინერვიულე. დედამიწის გარშემო ვიმოგზაურეთ. დედამიწა არც ისეთი დიდი ყოფილა. რას ამბობთ, დედამიწა ძალიან დიდია. აი შეხედეთ. ეს ჩვენი დედამიწის მოდელია, გლობუსი. ველოსიპედით დედამიწის შემოვლა შეუძლებელია, რადგან გზაზე მარტო მთები და უდაბნოები კი არა, ოკეანეებიც შეგხვდებათ. ესე იგი, დედამიწა არ შემოგვივლია? არა უშავს, გაიზრდებით და შემოივლით. ან შემოუფრენთ კოსმოსური ხომალდით. მე დედამიწა შემოული, მე კი შემოუფრენ. გემრიელი მოცვის ღვეზელები გაქვთ. მიირთვით. დიდი მადლობა, რომ ჩემი დიშვილები იპოვეთ. ესენი რა შუაში არიან? ჩვენ თვითონ დაუბრუნდით სახლში. ჰაო, ჩვენ ვართ ყოჩაღები. რუჯი თანაბრად უნდა განაწილდეს ტანზე. მზეს მიფარავთ რაკ. და ქვიშის მეტი არაფერი არ ნაწილდება. გიფარავ მზეს? ტრაკ, მზეს ნუყურებ და გავიწყდა წინა ჯერზე რა მოხდა. რა მოხდა წინა ჯერზე? გამარჯობა, დღეს მშვენიერი ამინდია რა? კარგი იქნებოდა ჩაგვაყვინთა. წოდია რომ ჩასაყვინთი კოშკურა არ გვაქვს. მაშინ სამაშველო კოშკურაც დაგჭირდება, იქნებ ვინმეს დახმარება დასჭირდეს. მოდი მე ვიქნები მაშველი. კოშკურაზე ვიდგები და უცებ გავიგონებ. მიშველეთ. მე კი ვეტყვი, პანიკას ნუ აყვებით, დახმარება გზაშია. მაშველი, რომელსაც თვითონ სჭირდება შველა. ყოველთვის დაწოლილ მდგომარეობაში ვიწყებ დახმარების აღმოჩენას. გადაწყვეტილია. მოდი ორი კოშკურა ავაგოთ. ერთი ჩასაყვინთად, მეორე სამაშველოდ. ოღონდ კარგად უნდა ავაგოთ. შემდეგ აქ ხომ ქალაქიდან ჩამოვლენ დამსვენებლები. და ყველას გადავარჩენ. რისგან უნდა ავაგოთ კოშკურები? კოშკურებს ქვებისგან და წაქცეული ხეებისგან ავაგებთ. თან დღესაც გავასუფთავებთ. ტურბოზავრებო წინ! ბული და ტრაკი ქვებს მომზადებენ. თორი და ანკი წაქცეულ ხეებში აგროვებენ და მორებს დაამუშავებენ. ზერკი მე კი უსაფრთხოების ტექნიკას მივაქცევ ყურადღებას. ვინ იცის რა არის მთავარი სამაშველო ჩასაყვინთ კოშკურებში? სამაშველო კოშკურაში ყველაზე მთავარი მაშველია. სორია. ჩასაყვინთ კოშკურაში კი მთავარია მყვინთავი. სულაც არა. ჩასაყვინთ კოშკურაში მთავარია წყალი. ყურადღება, ტივტივებს იქით გაცურვა, განსაკუთრებით დაცემინება სასტიკად აკრძალულია.
მაგარია, რა მაღალი გამოვიდა? პირველი ვინ გადმოხდება? მე ჯერ უნდა ვივარჯიშო. მეც. გმირებო. ისწავლეთ. შეგეშინდათ არა? სულაც არ შეგუშინებია. ხომ ასეა თორ? ო, ანკი, იქნებ ჯობია ჯერ ტრაქმა ჩაყვინთოს ან ბულმა. ჩვენ ძალიან დიდები ვართ. სიღრმე არ არის საკმარისი. თუ რამეა? მაშველი უკვე ადგილზეა. გმადლობ ზერ. გაგვამხნევე. ანკი, ოღონდ მითხარი, როდის ვიქნებით ზევით, თორემ ჟიჟიცგან თვალები მაქვს დახუჭული. თავიდან მეც დავხუჭე თვალები. მერე კი გამახსენდა რომ ძლიერი ტურბოზავრები ვართ და თვალები გავახილე. მართალია. კახელილი თვალები ძალიან საშიში არ არის. ჩამოდით, არ არის საჭირო ჩაყვინთო. ტურბოზავრები არასდროს არ ეხებენ უკან. სამამდე დაითვალეთ? 1, 2, 3. ყველაფერი გადავიღე, ყველაფერი. არაც ჩვეულებრივი იყო. რა ცუდია. ძალიან მინდოდა ვინმეს გადარჩენა. სამწუხაროა რომ კოშკურა ცოტა მაღალია ჩემთვის და პეტიასთვის, მაგრამ ცოტა გავიზრდებით და მერე მე გადაგარჩენთ არა? აბა თქვენ იცით, კარგად მოიქეცით, 3 დღეში ჩამოვალ. მანამდე დეი და ნორა მოგხედავთ. ჩემი ავტობუსი მოვიდა. ახლა მატარებელზე არ დამაგვიანდება. ებო, ეს ვისი ჩემოდანია? ეს ხომბებია ჩემოდანია, მის გარეშე წავიდა. რთული სიტუაცია. არი ნერვიულად. ტურბოზავრებს დავუძახებ და რამეს მოვიფიქრებთ? ბებიას ჩემოდანი დარჩა. ყველა მისი ნივთი აგდებს. ერთხელ მეც საინტერესო ამბავი შემემთხვა და მავიწყდა მესაუზმა და თორ, მერე მოგვიყები შენი ისტორია, ახლა ამის დრო არ არის. შეგვიძლია მატარებელს გავუსწროთ და შემდეგ გაჩერებაზე მივცეთ ბებიას ჩემოდანი. მაგრამ ამისათვის მდინარის მეორე ნაპირზე უნდა მოვხვდეთ. ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. ტურბოზავრებო მდინარესთან. ტრამპლინი ავაგოთ და დომ მდინარეს გადაახტება. თორ, მიწაში ორმოები ამოთხარე. ანკი სამშენებლო მასალას მოიტანს. ტრაკი ტრამპლინს ააწყობს. ტურბოზავრებო, წინ! გაჭაპეჭა ჩასხედით, ხვედები შეიკარით და ერთმანეთს მოეჭიდეთ. ბებიასთვის ჩემოდანი მიგვაქვს. რა ლამაზად მიფრინავს. მოიცადეთ, თქვენთან ერთად მოვფრინავ. მალე დაბრუნდით. როგორ ჩანს დღეს ნამდვილად არ დაგვიწყებია რომ გესაუზმა. დო, ვერ გეწევი.
დაუჩქარა ზერ, ვაგვიანებთ. აუ, იქნებ ბებიას ეს ჩემოდანი არ სჭირდება. ზერ, თუ დაიღალე სახურავზე დაჯექი. კიდევ დიდხანს უნდა დაისვენოთ, დროა ბებიას ჩემოდანი წავუღოთ. მაგრად მოეჭიდე გზას გადავჭრით, სხვანაირად ვერ მოვასწრებთ. რას ნიშნავს გადავჭრით? ახლა გაიგებ. ზერ, შეწყვიტე, უკვე გავჩერდით. ყვირილი არც მიფიქრია. პატარა ხომარ ვარ. თითქმის მივედით, მხოლოდ ეს მთა დაგვრჩა გადასავლელი. დრო რატომ უნდა დავკარგოთ? გვირაბით წავიდეთ. გვირაბში შესვლა არ შეიძლება, ძალიან სახიფათოა. ტყუილად მაშინებთ. სახიფათო არაფერია. ხომ გითხარით, სახიფათო არაფერია მეთქი. ეს რა შუქია? მატარებელი? მატარებელი! მატარებელი! დო, ჯობს მთაზე ავიდეთ. ბედია, კატია, ჩემოდანი, ასე სწრაფად როგორ მოხვედით აქ? უპილოტო ტაქსი არსებობს, ძალიან სწრაფად დადის. მის გარეშე ვერ მოვასწრებდით. დიდი მადლობა ჩემოდნისთვის, ბავშვებო, არ ვიცი უთქვენოდ რა მეშველებოდა. ნახვამდის! რა სიტყვით ახლა სახლში წავიდეთ? უღონდ, გზას უნდა გადავჭრით, გთხოვთ. მეშასე, შოკოლადის, მარწყვის, ვანილის. ზერ, მარტო შენთვის ბევრი ხომ არ იქნება ამდენი ნაყინი? არა, და საერთოდ პატარა ულოფებია. კარგი, დამითანხმე. გექნება ნაყინი. სულაც არ არის პატარა ულუფები. ყელი რომ აქტივდეს. არაფერიც არ ამკივდება. ამ ქვეყნად ყველაზე ჯანმრთელი პტერადაქტილი ვარ. კარგი, ჩვენ ნაყინის მოსატანად წავალთ. აქ დაგველოდე. თორემ ვინ იცის, შეიძლება ადამიანებმა შეამჩნიონ. რომ დრონს ნაყინი უყვარს? კარგი, თანახმა ვარ. აქ დაგელოდებით. ოღონდ იჩქარეთ. ბანანის ნაყინის წამომიღეთ. ეს რა ხდება? ავა თუ გახდება, შენი ბრალი იქნება. კარგი რა, ნელა შეჭამს და არ გაცივდება. მოიცადე, სად არის? ზერ! სტრესი მაქვს. ახლა ხან დავინახე, რომ ნაპირის ნაწილი მდინარეში ჩავარდა. ტობიკი გადავარჩინე. გმირული საქციელი ჩავიდინე. ხომ არ გვატყუებ? რატომ უნდა მოგატყუოთ? სოფლიოში ყველაზე მართალი პტერადაქტილი ვარ. გამომყევით. ყველაფერს გაჩვენებთ. რა საშინელება? ამის ასე დატოვება არ შეიძლება. მაგრამ რა გავაკეთოთ? ფერდობი გავასწოროთ და გავამაგროთ. აი, სპეციალური ეკობლოკები არსებობს ნაპირების გასამაგრებლად. შეგვიძლია ჩვენი პრინტერით დავბეჭდოთ. ხომ ასეა, ზერ? რთულია მოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ბეჭა, პრობლემა გვაქვს. ნაპირს კი გავამაგრებთ, მაგრამ აქ ხომ მცენარეებია. ბლოკებს თუ დავდებთ, დაიღუპებიან. ესე იგი სხვაგან უნდა გადავრგათ. და სანაპიროს რომ გავამაგრებთ, შესანიშნავი ადგილი გამოვა გასეირნებისთვის.
არაჩვეულებრივი გეგმა, ბედია. ბლოკებს დავბეჭდავთ, მე კი ადგილამდე მივიტან. შენ მცენარეებს გადარგავ. თორი ფერდობს გაასწორებს, ანკი კი მას გაამაგრებს. ტრაკ, შენ ბლოკებს ჩემზე დატვირთავ. ტურბოზავრებო, წინ! კიდევ შემოღობაა საჭირო, აი, ასე. ტრაქშენ აქ დარჩები. ბაზაა დასამალი. ისევ გამოვტოვებ ყველაზე საინტერესოს. აი, კიდევ ერთია. ხო, ახლავე. დო, ყველა მცენარე გადაარჩინეთ? არი ნერვიულო, თორ ყველაფერი კარგადაა. მაშინ დავიწყოთ. ანკი გაასწორე? კიდევ გაასწორე? აი, ისევ მიწევს ყველაზე მეტი მუშაობა. ყველაზე მეტი. რა სილამაზეა. არა ბულ. კარგად ვიმუშავეთ. მე მგონი ყველამ დავიმსახურეთ ჯილდო. მე მგონი ვიცი, რას მოითხოვს. მე მგონი მეც ვიცი. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო ვიდრე აი აქ სანაპიროზე ჯდომა და დაისით თკბობა. ჰა, აი ასე უყურებ ამ სილამაზეს, ჭამნახინს და ასეთი სასაცილო რა ვთქვი? მე ხომ სილამაზეზე ვზრუნავ. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.